საქართველოს პარლამენტში ორ დღეში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოусმენენ ირაკლი კობახიძე მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს. ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ვიდეო მიმართვაშიც ილაპარაკა და არალეგალი მიგრანტებისგან ქვეყნის გათავისუფლების ამოცანაზე მიუთითა. დღესვე პრემიერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად იმყოფებოდა მიგრაციის დეპარტამენტში და იმ საქმიანობის შედეგებს გაეცნო, რომელსაც უწყება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ატარებს. სწორედ აი ამ თემებზე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე, მადლობა ჩართვისათვის. დღეს აღინიშნა, რომ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შედეგები რიცხვებში ჩანს ყველაზე უკეთ და ეს მონაცემები მხოლოდ გასული 1 წლისა, მანამდე 10 წლის შედეგებსაც აღემატება, ხოლო 2025-ის მონაცემები 2024-ისას 0,2%-ითო. აი რა არის სტატისტიკაში ასახული ამ მონაცემების ახსნა, რა მიმართულებით და როგორ გაძლიერდა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, რამაც აი ასეთი შედეგები გამოიღო. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. Რა თქმა უნდა, მიგრაციული ნაკადები და ის გამოწვევა, რაც უკანონო მიგრაციას გააჩნია, საქართველოსთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ევროპის არაერთი ქვეყნისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს და უმწვავეს პრობლემად დგას. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას აქვს ეს გამოწვევაც და ამ მიმართულებით უკვე ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პირველ რიგში ეს უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მნიშვნელოვნად იქნა შეცვლილი ამ მიმართულებით და გადაიხედა მთელი რიგი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებდა და გასული წლის ივნისის თვეში საქართველოს პარლამენტმა მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელმაც თვისობრივად შეცვალა მიდგომა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. დაახლოებით 200 გვერდამდე იყო ის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარუდგინეთ და ჩვენ გავიზიარეთ არაერთი ევროპული ქვეყნის სამწუხაროდ ის მწარე გამოცდილება, რაც მათ პრაქტიკაში მიიღეს და ჩვენ ასე ვთქვათ ზუსტად ის მექანიზმები დავნერგეთ ჩვენს კანონმდებლობაში, რომელიც ხელს უწყობს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდას. გარდა ამისა, თავად სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი რესურსი ჩადო მიგრაციის დეპარტამენტის გაძლიერებაში, როგორც ადამიანური კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით. დაახლოებით 90-მდე საშტატო ერთეულით გაიზარდა მიგრაციის დეპარტამენტის რიცხოვნობა, გაიზარდა მათი სახელფასო ანაზღაურება. დღეს ჰქონდა საშუალება მოგვენახულებინა სულად ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელზეც დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაიხარჯა და სულად ახალი შენობა აშენდა. ასევე ჩვენ შევქმნით ახალი დანაყოფი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მიმართულებას ფარავს და მოგეხსენებათ, რომ იქ ძალიან დიდია კონცენტრაცია არალეგალების და საჭიროებდა, ასე ვთქვათ, კონცენტრირებულ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებაზე. შესაბამისად, გვაქვს ის შედეგები, რაზეც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, 2025 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაძევებული იქნა იმაზე მეტი არალეგალი, რამდენიც ჯამში 10 წლის მანძილზე იქნა გაძევებული მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებითაც და მომდევნო წელს სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მინიმუმ 4,000 არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ის პრობლემა, რაც ქვეყანას იქნას გადაჭრილი. კი ბატონო, აი ამ რიცხვებს კიდევ დაუბრუნდებ, თქვენ ახლა ისაუბრეთ რამდენიმე მიმართულებაზე, ხო, რამაც მიიყვანა სახელმწიფო აი ესეთ შედეგამდე, ეს იყო ინფრასტრუქტურა, ინსტიტუციური მექანიზმები, კანონმდებლობა და ასე შემდეგ. მაინც რომელი მიმართულების წილი მოდის მეტად აი ასეთ შედეგზე და სად არის კიდევ საჭიროება, რომ უფრო ყურადღებით იყოს ამ მიმართულებით სახელმწიფო? ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ერთი კონკრეტული მიმართულება არის გადამწყვეტი. რა თქმა უნდა, ტანდემში თუ კი არ იქნა საკანონმდებლო პაკეტები გაწერილი და მეორეს მხრივ არ იქნა მისი ეფექტური აღსრულება, შეუძლებელია, რომ კონკრეტულ შედეგებს მივახციოთ. მე მინდა რომ აღვნიშნო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, როდესაც ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა, გავიზიარეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომლებაც სამწუხაროდ ზოგ შემთხვევაში დააგვიანეს და გვიან დაიწყეს მუშაობა და შემდგომში უკვე რთული იყო ამ პრობლემასთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენ ახლა დღევანდელი მდგომარეობით გვაქვს ის მოცემულობა, როდესაც უკვე გამართული საკანონმდებლო რესურსები და ის უფლებამოსილები, რომელიც მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭა, თუნდაც ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ საიმიგრაციო ღონისძიებები, გადავამოწმოთ სხვადასხვა თავშეყრის ადგილები, გამოვავლინოთ პირები და
გასულ წელს მხოლოდ 50-მდე საიმიგრაციო რეიდი იქნა ჩატარებული და ღონისძიება იქნა ჩატარებული, სადაც 4000-ზე მეტი პირი გადამოწმდა და ჯამში 400-ზე მეტი არალეგალურად ყოფი პირი გამოვავლინეთ. ეს ერთი მიმართულებაა მხოლოდ. ამავე დროს დაინერგა ახალი სასჯელის სახე ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა უცხოელებისათვის, რომელიც საქართველოში ჩადიან დანაშაულს, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახით გაიწერა მსგავსი ესე ვთქვათ ღონისძიება და არაერთი კონკრეტული შემთხვევა ვნახეთ, სადაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, როდესაც დანაშაულის ჩამდენი თუ ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენი პირები ქვეყნიდან გაძევდნენ იმისათვის, რომ ისინი არ ღვევენ ქვეყანაში არსებულ წესებს. ასევე არაერთი მექანიზმი და კონკრეტული საშუალება არსებობს იმისათვის, რომ თუ კი პირი ქვეყანაში რჩება არალეგალურად და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთ ქვეყანასთან გვაქვს საშუალება, რომ მათ იმოგზაურონ ტურისტული მიზნებისთვის, მაგრამ როგორც კი გაცდება ეს მოგზაურობა უკვე ტურისტულ მიზანს და მიზნად ისახავს ქვეყანაში არალეგალურად დარჩენას, ბუნებრივია სახელმწიფოს უნდა ქონდეს ეფექტური მექანიზმები და ბერკეტები იმისათვის, რომ ასეთი ადამიანები გააძევოს ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს იმ ადამიანების ჩამოსვლას, ვისაც ნამდვილად სურთ ტურისტული მიზნებისთვის, ხოლო თუ კი თქვათ ქვეყანაში დარჩენა სურთ საინვესტიციო მიზნებისათვის და ასე შემდეგ, ასეთი მექანიზმები კანონმდებლობაში არსებობს, შესაბამისი შემოწმების და კონკრეტული ფილტრის გავლის შემდგომ ბუნებრივია ადამიანებს ეძლევათ ქვეყანაში დარჩენის საშუალება, მაგრამ როგორც კი ხდება საკანონმდებლო ჩანაწერების ბოროტად გამოყენება, ბუნებრივია აქ ჩვენ უნდა ვიყოთ ეფექტურები და აღვასრულოთ ის მოთხოვნები, რაც გააჩნია საზოგადოებას და რა თქმა უნდა გაცხადებული არის ჩვენი ხელისუფლების მიერ. ბატონო ალექსანდრე, ჩვენ საუბარი დავიწყეთ რიცხობრივი მონაცემებითა და სტატისტიკით. აი ამას რომ დავუბრუნდეთ, აი ამ სტატისტიკის ერთგვარი მეორე მხარე რა შეიძლება იყოს, ანუ რომ გაძლიერდა ბრძოლა, ეს გასაგებია, მაგრამ აქ ხო არ იკითხება ისიც, რომ აი ამ ხნის განმავლობაში შემოდინებაც გაზრდილი იყო. ბუნებრივია შემოდინება გაზრდილია და ამას ვხედავთ იმ გაზრდილი ტურისტული ნაკადებით საქართველოში, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი ვინ იყენებს ამ მექანიზმებს კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის. ანუ ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველო არის ტურისტული ქვეყანა, რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს ქვეყანაში მოგზაურობა ტურისტული მიზნებისათვის, სრულად მისაწვდომია და არსებობს ამისთვის ყველანაირი შესაძლებლობა, მაგრამ როგორც კი ტურისტული მიზანი გადაითარგმნება ქვეყანაში არალეგალურად დარჩენაში, ამ შემთხვევაში ჩვენ შესაბამისი მექანიზმები უნდა ავამოქმედოთ და ერთი აუცილებლად მნიშვნელოვანი ცვლილებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. 2025 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანებისთვის, რომლებიც არ ღვევენ უვიზოთ მოგზაურობის ვადებს, მაგ შემთხვევაში მხოლოდ ფულადი ჯარიმა იყო და ძალიან მინიმალური ჯარიმა იყო გათვალისწინებული 180 ლარი, რომელიც დამერწმუნებით რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და არანაირი პრევენციული ეფექტი არ გააჩნდა და 1 ოქტომბრიდან ამოქმედა კანონი, რომელიც ასეთი ტიპის ქმედების ჩამდენი პირების, ანუ ვინც არ ღვევენ ქვეყანაში ასე ვთქვათ მოგზაურობის კანონიერ მოგზაურობის ვადებს, განსაზღვრულია როგორც გაზრდილი ფულადი ჯარიმები 1000-დან 3000 ლარამდე ოდენობით, ასევე დამატებით ფულად სახელთან ერთად მათ უწესდებათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ყველაზე მინიმუმ ეს არის 6 თვიანი ვადა და მაქსიმუმ შეიძლება 3 წლამდე ვადითაც კი დაუწესდეს და დაახლოებით 2500 მსგავსი ასე ვთქვათ სამართალდარღვევები იქნა უკვე გამოვლენილი 1 ოქტომბრის შემდეგ და ამან მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი გამოიწვია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ უცხოელებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ დარჩნენ ქვეყანაში არალეგალურად, მათ მიმართებაში გამოყენებული იქნება ძალიან მკაცრი მექანიზმები, როგორიც არის ერთისრულ გაძევება, ხოლო თუ კი გაძევება არ მოხდა და მათ ვადის დარღვევით დატოვეს ქვეყანა, მათ დაუწესდებათ როგორც მკაცრი ფულადი სანქციები, ასევე ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ასე რომ ტანდემში, როდესაც მუშაობს საკანონმდებლო ჩანაწერი, მეორე მხრივ მათი ეფექტური აღსრულება ამ შედეგები ბუნებრივია ძალიან. კი ბატონო, და მოკლედ კიდევ ერთ ცვლილებას შევეხოთ 1 მარტიდან, რომელიც უნდა ამოქმედეს, რომელიც ეხება უცხოელების შრომითი საქმიანობის შეზღუდვას, აი ამან რა ეფექტი შეიძლება იქონიოს ამ პრობლემაზე? ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის და საზოგადოება ხედავს, რომ არაერთი უცხოელი დასაქმებულია თვითნებურად და არანაირი ასე ვთქვათ წინასწარი ნებართვა ამ შემთხვევაში არ არსებობს. შემთხვევაში ხედავთ ისეთ ფაქტებსაც, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს სამუშაო ადგილი და მათი ადგილი დაიკავეს უცხოელებმა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს კონკრეტული ვალდებულება უჩნდება, რომ მოაწესრიგოს ეს სფერო და ისეთი სფეროებში, სადაც ძალიან დიდია მოთხოვა თავად საქართველოს მოქალაქეებმა
მოქალაქეების მხრიდან დასაქმების, ბუნებრივია აქ ნაკლები საშუალება უნდა იყოს უცხოელების დასაქმების, ხოლო ისეთ სფეროებში, როგორიც არის თქვა მაღალი ტექნოლოგიები ან IT მიმართულება და ასე შემდეგ, სადაც შესაძლებელია რომ დაშვებული იქნეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება, ბუნებრივია მათ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მიეცემათ დასაქმების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირველი მარტიდან ამოქმედებული ცვლილებების საფუძველზე სახელმწიფო გააკონტროლებს უცხოელთა დასაქმების პროცესს და გაიცემა ნებართვები მხოლოდ ისეთ სფეროებში, სადაც ნაკლები არის, ასე ვთქვათ, ჩვენის მხრიდან დასაქმების კონკრეტული მიმართულებებზე ნაკლებია მუშახელის რაოდენობა და მხოლოდ ასეთ მიმართულებებზე გაიცემა ნებართვები, ხოლო სადაც ჭარბია მოთხოვნა თავად ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, ბუნებრივია იქ არ გაიცემა ასეთი ნებართვები, ხოლო თუ კი მაინც დასაქმდებიან თვითნებურად უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ამ შემთხვევაში მიგრაციის დეპარტამენტს და სახელმწიფოს ექნება ქმედითი ბერკეტები იმისათვის, რომ გამოავლინოს მსგავსი ფაქტები და გამოიყენოს ისეთი ტიპის სანქციები, როგორც არის ფულადი ჯარიმები და შესაძლებელია გამოყენებოდეს ქვეყნიდან გაძევებაც კი, ასე რომ დასტაბილურდება ეს პროცესი და მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ერთის მხრივ შრომით ბაზარზე არ დავაზიანოთ ჩვენი მოქალაქეები. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუმარი გახდა ჩინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.